ვეისთლესის სპეციფიკური ნარჩენების მდგრადი მართვისა და ცნობიერების ამაღლების პირველ საპილოტო რეგიონულ კამპანიას კახეთში იწყებს. ახალგაზრდები გახდებიან გარემოს ელჩები, ისწავლიან და სხვებსაც ასწავლიან, რომ ელექტრონარჩენები არ უნდა გადაიყაროს, არამედ შეგროვდეს და ჩაბარდეს შესაბამის პუნქტებში. რას მოიცავს ეს პროექტი, თემაზე ვრცლად ვისაუბრებთ სპეციფიკური ნარჩენების მართვის ასოციაცია ვეისთლესის თავმჯდომარე გიორგი გულიაშვილთან. გამარჯობა, დიდი მადლობა, რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს. მადლობა მოწვევისთვის. ბატონ გიორგი, რა არის პროექტის მთავარი მიზანი და რა შედეგს ელოდებით კამპანიის დასრულების შემდეგ? როგორც აღნიშნეთ, ვეისთლესი არის სპეციფიკური ნარჩენების მართვის ასოციაცია, ანუ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვაგროვებთ სპეციფიკურ ნარჩენებს, უკვე 3 წელია რაც საქართველოში მოვაწევთ და გადავამუშავებთ ამ ნარჩენებს და სპეციფიკური იმიტომ ეწოდება ამ ნარჩენს, მათ შორის სპეციფიკურ ნარჩენებში შედის ელექტრომოწყობილობები და ბატარეებიც და ჩვენ დავიწყეთ პირველი რეგიონალური კამპანია სწორედ კახეთიდან და გვინდა რომ ცნობიერების ამაღლების ეს ფართო კამპანია გავშალოთ მთელი ქვეყნის მასშტაბით და პირველი არის სწორედ კახეთი. ეხლა ის საინტერესო არის, რატომ შეირჩა კახეთი? ჩვენ ზოგადად მთელ საქართველოში გვაქვს უკვე ჩაბარების პუნქტები, დაახლოებით 500 პუნქტი გვაქვს, სადაც უკვე ვიბარებთ ამ სპეციფიკურ ნარჩენებს, მაგალითად ის ელექტრომოწყობილობების ბატარეებს, ასევე საბურავებს და ზეთებს, ამ 4 მიმართულებით მუშაობთ. თუმცა კახეთში დიდი აქტივობა არ ქონია წინა პერიოდში და ჩავთვალეთ, რომ სწორედ ეს ჩვენ ფართომასშტაბიანი კამპანია კარგი იქნებოდა, რომ კახეთიდან დაგვეწყო და უკვე 8 მუნიციპალიტეტში შევარჩიეთ 35 სკოლა, სადაც ჩვენ ხვდებით ამ სკოლის მოსწავლეებს, რა თქმა უნდა, დირექტორებს, მასწავლებლებს, უხსნით მნიშვნელობას, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ნარჩენები სწორად შეგროვდეს და გადამუშავდეს და 7 მაისიდან 21 მაისის ჩათვლით გვექნება კონკურსი სკოლებისთვის, რომელიც სკოლაც ყველაზე მეტ ელექტრომოწყობილობის ნარჩენს შეაგროვებს. პირველ, მეორე და მესამეზე გასულ სკოლებს დავაჯილდოებთ სოლიდური ფულადი პრიზებით და ასევე ბავშვებისთვის გვექნება ძალიან საინტერესო გამოწვევა TikTok challenge, მათ შეუძლიათ გადაიღონ ვიდეოები ამ თემაზე, ნარჩენების შეგროვების მნიშვნელობაზე, გადამუშავებაზე და ის ვიდეო, რომელიც ყველაზე მეტ მოწონებას დაიმსახურებს, ასევე დაჯილდოვდებიან ეს ბავშვები ჩვენგან საკმაოდ სოლიდური პრიზებით და ყველაფერი ეს დაგვირგვინდება 30 მაისს ლაგოდეხში იქნება ფესტივალი. რომელზედაც შევაჯამებთ ჩვენს ამ კამპანიას, ორთვიანი კამპანია კახეთში შეჯამდება და ფესტივალზე დავაჯილდოვებთ ყველა გამარჯვებულ სკოლებს, მოსწავლეებს, ასევე წარმოდგენილი იქნებიან ჩვენი პარტნიორი კომპანიები და იქნება ასევე გასართობი ღონისძიებები, მათ შორის მგზავრების კონცერტი, რითაც დავაგვირგვინებთ ჩვენს კახეთის კამპანიას. ამ შედეგით რა მიზანს გინდათ რომ მიაღწიოთ? რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ემსახურება ცნობიერების ამაღლებას, რომ ჩვენ საზოგადოებაში გვინდა, რომ საზოგადოებამ კარგად გაიაზროს, რამდენად საფრთხის შემცველი არის ნარჩენების არასწორად მოპყრობა და არასწორად განთავსება. სპეციფიკურ ნარჩენზე დავიწყეთ თავიდან საუბარი და მინდა რომ დავაკონკრეტო, რომ სპეციფიკური იმიტომ ეწოდება, რომ ეს როცა ნარჩენად გარდაიქმნება ეს მოწყობილობები პირობითად, ისეთ სახიფათო კომპონენტებს შეიცავს, რომ გარემოში მოხვედრის შემთხვევაში აბინძურებს გარემოს და მეორე ადამიანის ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს და აი სწორედ აქედან გამომდინარე ჩვენი კამპანია ემსახურება იმას, რომ გავზარდოთ ცნობიერება ამ მიმართულებით, ხო? ჩავერთოთ ახალგაზრდები და რა თქმა უნდა სკოლის მოსწავლეები ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს ის თაობაა, რომელიც ადვილად იღებს ცვლილებებს და ნერგავს თავის ყოველდღიურ ცხოვრებაში და მეორე უფროსებსაც ასწავლიან, რომ სწორად მოიქცენ და ამიტომ ჩვენ მეგობრობთ ახალ თაობასთან და გვინდა რომ რა თქმა უნდა მათი საშუალებით გავავრცელოთ ეს ინფორმაცია და ცნობიერებაც გავზარდოთ ამ მიმართულებით. ეს კამპანია ერთჯერადი იქნება თუ მომავალ წლებშიც გეგმავთ? ეს არ იქნება ერთჯერადი, ჩვენ კახეთიდან ვიწყებთ და გვინდა რომ ყველა რეგიონი მოვიცვათ საქართველოში, მაგრამ ეს კამპანია პირობითად ნარჩენების შეგროვებასაც ემსახურება ერთი მხრივ, თუმცა ჩვენ ამით არ დავასრულებთ კახეთში მოღვაწეობას, ჩვენ მემორანდუმი გავაფორმეთ 8 მუნიციპალიტეტის მერთან და მათთან გრძელვადიან თანამშრომლობას ვაპირებთ, რაც გულისხმობს იმას, რომ ადგილზე შევქმნით ჩვენ ინფრასტრუქტურას, სადაც უკვე მოსახლეობას მომავალში ექნება საშუალება, რომ ჩაგვაბაროს ეს სპეციფიკური ნარჩენები და მე ჩვენ ამას გადავამუშავებთ, ხო? კიდევ ერთი რისი თქმა შეიძლება, რომ ამ 3 წლის განმავლობაში ჩვენ მივედით იმ ეტაპამდე, რომ უკვე წელს პირველად საქართველოში ვაპირებთ, რომ
თანამედროვე ტექნოლოგიურად აღჭურვილი საწარმო ჩამოვიტანოთ, რომელიც გადაამუშავებს ჩვენ შეგროვებულ ნარჩენებს. ეს არის საბურავების გადამამუშავებელი საწარმო, რომლის მსგავსი რეგიონში არ არის. მომავალ წელს უკვე გვექნება ელექტრომოწყობილობების გადამამუშავებელი ხაზი ჩვენ პარტნიორებთან თანამშრომლობის ფარგლებში და მოკლედ ძალიან წინ მივიწევთ ამ მიმართულებით და სრული ცირკულარული მოდელები გვინდა დავნერგოთ საქართველოში ნარჩენების შეგროვებიდან გადამუშავებამდე. დიდი მადლობა რომ მიყავით ჩვენი სტუმარი, წარმატებას გისურვებთ. დიდი მადლობა მოწვევისთვის, მადლობა.